მოგესალმებით ხალხო, მოგესალმებით. დღეს პარასკევია, ბოლო დღეა კვირისა და რატოღაც ემთხვევა ისე, რომ ბატონი აკია ფარაბაქაძეს ყოველთვის შეუძლია პარასკევს ესე ვთქვათ, დრო გამონახო და მადლობა აკია, ჩემი სტომაერო ხარ დაგულწრფელად გევნები. ძალიან ისე დრამატული სიტუაცია და მით უმეტეს სამხედრო განათლებით გამოირჩევი შენა და აი მე მართა მეკვირს ხალხო არ ვიცი ახლა ეს იცით რომ ჰაგის ისა რაღაც ხელშეკრულება და რაღაც ანდაგვარი ჯერ კიდევ 20-იან წლებში მიიღეს რომ სამხედრო ობიექტების ესე ვთქვათ დაბომბვა და ასე შემდეგ გამოირჩევა ხო სამოქალაქო იმისაგან რა ქვია მოსახლეობის და ყოველ შემთხვევაში ახლა ლვოვი მართა ის არის რა გიგანტური ქალაქია სხვა ჩვენს ნამყოფი ვარ იქა მოსახლეობა სადაც აი корпуსები როგორც აი გდანი არის დაბომბეს ეს არ არის იცი ნორმალური ეს არის აი რა ვიცი რა დავარქვა ტერორისტული აქტი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ და ახლა ნუ კლიშეა რომ დაშინება მაგრამ ბარბაროსობა არის ამხედა სახელმწიფო პატარა სახელმწიფო 22 მილიონი კაცი ცხოვრობს უკრაინაში მეტი არა 18 თუ 16 მილიონი კაცი გახიზნულია უკრაინიდან და რო ბომბავა მშვიდობიან მოსახლეობას. ეს უკვე ომი აღარ არის. ეს განადგურება, ეს განადგურება არის ბოროტება. მოდი ამ თემაზე ვისაუბროთ. შენეული შეფასება. აი ამ რაღაც აი ველური მასში გადავიდა შურიძიებაზე პუტინის ეს აქციები. შენი აზრი და რას ფიქრობ? აი როგორ დამთავრდება ეს? მოგესალმებით. დიდი მადლობა მოწვევისთვის, ბატონ დავით. ეს რომელსაც ისტორიაში აქვს საკუთარი დედაქალაქის გადაწვა, როგორც სამხედრო სტრატეგიად და ამით ამაყობს დღემდე რომ ამაყობ რომ გადავწვითო ჩვენ თვითონ მოსკოვი იმისგან არ უნდა ნაპოლეონი გაგიჟებული იყო მოწინააღმდეგის ქალაქებს და ესე იგი ინფრასტრუქტურას სამოქალაქოს ერჩიან ეს მათი ჩვევა არის ეს მათი დამახასიათებელი არის მათთვის ეს სისასტიკე და როდესაც ვერც ფრონტის ხაზზე ვერც ეკონომიკით ვერც წარმოებით შენ ვერ ჯობნი შენზე პატარა სახელმწიფოს შენზე მოსახლეობით მცირე სახელმწიფოს თან ხარ ესე იგი ბირთვული კობინების მფლობელი და აგებ ფრონტის ხაზზე ითვლებოდი მეორე არმიას მსოფლიოში 22 არმიასთან აგებ სასტიკად ყველა ბრძოლას სადაც შენ არქმევ სპეცოპერაციას და ეს სპეცოპერაცია 5 წელი გეჭიმება, ანუ სამამულო ომს გადააჭარბა. სადაც მილიონზე მეტი ჯერ მარტო მსხვერპლი გაქვს სამხედრო. ზუსტი ციფრი მე გავიგე 900,000-მდე არის უკრაინის დანაკარგი, 1,500,000-ია რუსების დანაკარგი. ეგრა მოგება რუსები. ხო და აი მეტი არაფერი არ ჩიpa, გარდა იმისა, რომ იქნებ როგორმე ნება გატეხოს უკრაინელი ხალხის, ანუ მედეგობის ის უნდა რა ქვია, გატეხვა უნდა ერის და ის ცდილობს აი ამ სისასტიკით რომ მიიყვანოს იქამდე რომ მოხდეს პოლიტიკურ ხელმძღვანელობაზე საზოგადოებრივი ზეწოლა რომ დავთანხმდეთ კაპიტულაციაზე რუსეთს. აი ეს არის ჩანაფიქრი. კი აბსურდული, კი შეუძლებელი არ უნდა იცნობდე უკრაინელი ერის მენტალობას შენ რომ ამით ცდილობდე ესე იგი გატეხო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მათი მცდელობა და ესე იგი სტრატეგიად აქვთ ეს არჩეული რუსებს რომ ისინი ცდილობენ რომ მოსახლეობა გაწყვიტონ და რაც თავარია რუსეთის ჯის უკრაინას შურის ძიება არის ახლა ესა რაც ხდება და ის ცდილობს რომ რაც შეიძლება მეტი უკრაინელი მოსპოს მეტი უკრაინელი გაწყვიტოს ხო გენოციდი გვაქვს ლაპარაკი მაგრამ მათ ეს ღიად ჰქონდათ დეკლარირებული 22-ში მათ ფაქტიურად ხო ეს დენაფიკაცია ეს განიერება უკრაინის დაპყრობას აპირებენ გახსოვს პირველი განცხადებები ის აპირებს უკრაინის ტერიტორიის დაპყრობას და უკრაინელი ერის გაწყვეტას ეს დაანონსებულია ღიად და ეს დამოკიდებულება აქვს მას ყველასთან ყველა პოსტსაბჭოთა სივრცესთან, იმიტომ რომ მან თქვა ყველაზე დიდი შეცდომა ლენინის და მერე შემდეგ სტალინის რო არ აღადგინა, ესე იგი რომ საბჭოთა რესპუბლიკები დაუშვეს. ანუ ნაციად რომ ცალკე ესე იგი დაუშვეს ეროვნული რესპუბლიკები ქაღალდზე, თორე ძალიან კარგად ვიცით საბჭოთა ეს რა იყო და როგორ იყო, მაგას არ პატიობს, ესე იგი ისტორიას. ვაფშე რა უცნაურობაა, შესანა მოხიტოთ, ეხლა პლატოშკინს ვკითხულობდი რა უსმენდი. მაგიც იგივე სამოს, შეცდომა დაუშვა სტალინოს რესპუბლიკები რო გამოავენ, მაგის ნაყოფს ეხლა ვიმკითხო აგერა. ფაშისტები არიან, აგია. არ არის ეს ნორმალური კაცო. ხო, ნორმალური როგორ არის ახლა 21 საუკუნეში რო ხარ ისე
ვინ გაანადგურო მეზობლებიდან და ეს მეზობლებზე ეს ხელშეკრულება აქვს დადებული პუტინს თავდაუსხმელობაზე უკრაინასთან. Რაღაც აკეთებდა მაგ ხელშეკრულებას. და ჩვენ გვთხოვს იმასაც 2008 წელს იყო თუ 6 წელს იყო 2000 რუსეთი ესე იგი ცხინვალზე და აფხაზეთზე თავდაუსხმელობის იმაზე რა ქვია ეხლა კიდე ერთხელ ჟენევაში ამაზე ჩვენ განცხადება გაკეთებული გვაქვს რომ იარაღით არ ვიბრუნებთ ამ ტერიტორიებს მაგრამ არა რუსეთი ეხლა გამოდის ამითი და ეს არის წინა პრელუდია იმისა რომ ვაღიაროთ და მოუკიდებელ სახელმწიფოებად ეს ესე იგი წარმონაქმნები და კიდევ ერთი მცდელობა აქტ რომ როგორმე მიერთოს იმიტომ სადღაც მას უნდა წარმატებულობის ეფექტი გააჩინოს და ჩვენიც უნდა დონბასის ლუგანსკის და ამისი თემა მან გადაწყვიტა რომ ხედავს რა უხერხემლობას ჩვენი ემისი რა ქვია ხელისუფლების, იმიტომ რომ არ გაღიზიანების პოლიტიკას რუსი სისუსტედ გითვლის და თუ რუსმა მენტალობიდან გამომდინარე ჩართვალა შენ სუსტად ის საერთოდ გაგანადგურებს. ანუ უნდა აიტანო ყველანაირი, ესე იგი, ზეწოლა და განადგურება. გახსოვთ როგორ დაიწყო მან? ნრავიცა წერპიკრასავიცა რო უთხრა აბარა სიბინძურია ხო აი ეს არის ცინიკური დამოკიდებულება ეს არის ძლიერის პოზიციიდან ძალადობა მსხვერპლზე და ეს მათ ფსიქოლოგია ეს მათი კულტურა ეთნოკულტურა ისტორიულად ესე იყო ივანე მრისხანე რა იყო საკუთარ ხალხსაც ეგრე ექცევიან და პრინციპში გამონაკლისს რატო დაუშვებენ სხვა ერებს ნოვგოროდის თუ ამოჟურა კი ხო და რუსეთის დიდი იმპერია არ ყავს ეს 21 საუკუნეშიც ეს ჭეშმარიტება დავინახეთ ფაქტიურად რუსეთისთვის არ გაუკეთებია არც ერთ დამპყრობებს არც ნაპოლეონს არც ჰიტლერს არც საბჭოთა კავშირის დაშლის დროს რეიგანს და აი იმას რა ქვია კოჰორტას ცივიომისას ვინც ფაქტიურად დაშალეს საბჭოთა კავშირი ამხელა ზიანი არ მიუყენებიათ რუსეთისთვის ისეთი როგორც მიაყენა პუტინმა, ისეთი როგორც მიაყენა ელცინმა, ისეთი როგორც მიაყენა სტალინმა. იმიტომ რომ რეალურად ეხლა თუ თქვენ იმას ჩაუთვლით რომ მეორე მსოფლიო ომი მოიგო 80 მილიონის იმაზე ხარჯზე, ანუ მოსახლეობის ესე რა ქვია, ნახევარის გაწყვეტის ხარჯზე და რეპრესიების და ამის ხარჯზე და იმის მერე რომ ფეხზე ვერ დგება და აღარ საკუთრება არსებობს და საერთოდ სამართლიანობის როგორც ესეთი ცნება მთლიანად წაშლილია რუსეთის იმაში ეთნოფსიქოლოგიაში და ვხედავთ რომ მხოლოდ ძლიერის პოზიციიდან და წამრთმევის და ყაჩაღის პოზიციიდან ჩვეულებრივი მეკობრე რაღაცა კონგლომერატი არის ჩამოყალიბებული რომლებიც აყაჩაღებს როგორც საკუთარ მოსახლეობას, საკუთარ სახელმწიფოს, ისევე ძარცვავს სხვა სახელმწიფოებს და ანადგურებს გვერდზე მეზობელი სახელმწიფოების მოსახლეობას. ეს არის მათი ბუნება და ჩანაფიქრი და აქეთკენ მიყავთ ეს. ემას ემსახურება ზუსტად ლვოვის რანაირი მძიმეც არ უნდა იყოს კადრები, რომ სარდაფებიდან ამოყავთ დაღუპული ქალები და ბავშვები. რანაირი მძიმეც არ უნდა იყოს თვითონ ის გაგება რომ ყოველი დეტალი წავიკითხე, მომიტა აი 6 კაციანი ოჯახი სულ ამოხოცილია, მამა, დედა, 3 შვილი. ეგ არ არის ერთეული შემთხვევები უკრაინაში. ეს ნორმალური იცის საცხოვრებელი корпуსების ესეთი დაბობა. საკმარისია, რომ აი ჩიტის კაფრენის სიმაღლიდან გადახედო უკრაინის ტერიტორიას, თქვენ ნახავთ როგორ არის მიწასთან გასწორებული ეგრეთ წოდებული რუსეთის მიერ დაპყრობილი ტერიტორიები. ის ქალაქები არ ექვემდებარება აღდგენას. ნახეთ მარიუპოლი რას გავს. ერთი შენობა აღარ გადარჩა. არ გადარჩა. ხიროსიმა ნაგასაკაზე ბევრად რა ქვია მეტი ნგრევის ეფექტი არის მარიუპოლში. ხო და ამას უყოლაფერს ესენი თითქოს ესე იგი ისე ასახებს რუსული პროპაგანდა თითქოს უკრაინა დაესხა რუსეთს თავს თითქოს მთელი მსოფლიო ნატო ევროპა ყველა საზღვარია ყველა რუსს ეომება და ესე იგი ქმნის რაღაცა ილუზიას რომ ცოტაც უნდა მოითმინოს რუსმა ერმა და ისინი დაამარცხებენ აი ბურჟუაზიულ ჰიდრას ხო ნუ აქეთკენ არიან მარაზმში არიან ჩათვენილები ეს ყველაფერი გასაგებია მაგრამ მოდით ახლა შევხედოთ რეალობას სამხედრო თვალსაზრისით ახლა გვაქვს სურათი იმის გამო რომ დეფიციტი არის პატრიოტების რაკეტების და აისაც წინააღმდეგ თავდაცვის საშუალებებმა ძალიან ესე იგი დაარტყა უკრაინას ცა არის დაუცველი ანუ სარაკეტო თავდაცვა უკრაინისთვის არის ფაქტიურად მიუწვდომელი და რუსეთი დაუსჯელად რუსეთს შეუძლია 70 ბალისტიკური რაკეტის დღეში გაშვება უკრაინის მიმართულებით
იგივე სიტუაცია რუსეთის ტერიტორიაზე ჩვენ ნახეთ რუსეთს საერთოდ არ აქვს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა რამდენიმე ობიექტი არის ესე იგი წითელი მოედანი გენშტაბი აი ეს ისინი არის და პუტინის პირადი ბუნკერი აი ეს ისინი ობიექტები არის შედარებით დაცული ეს არის დაცული აი ამ დრონებისაგან ხო რაც შეეხება ბალისტიკურ რაკეტებიდან საერთოდ რუსეთის ცა დაუცველია ანუ რეალურად ჩვენ მივდივართ იქამდე და უკვე დაიწყეს ლაპარაკი რომ ამერიკელები აძლევენ უკრაინელებს ბალისტიკურ რაკეტებს მაგაზე და ეს ის არა მოწყობილობა საიდანაც ეს რაკეტები გაფრინდეს და რატო აძლევს ჟუჟავ ხალხს და მოითხოვს ის კაცი რა ნუ ხსვანაირად ვერ იგებს რა ნუ ეს არის ეგეთი მოთამაშე რა თუ ესე იგი საჯიმაგის მხარეს არ არის სამივე თუ ესა რა ქვია მოწინააღმდეგეს ცალფეხი და ცალიხელი შეკრული არა აქვს თუ ისე ვერ იგებს რა და ახლა ძალადობს რა ძალადობს ხო ანუ მენტალური ფსიქოლოგიური ძალადობის თემა არის ეს თორე აფერი არ გამოვა რეალურად ვიცით რომ დაანონსებულია რომ სექტემბრიდან ანუ ისე შემოდგომის ბოლომდე ყველა ვარიანტში საკუთარი ბალისტიკური პოტენციალი ექნება უკრაინას და ჩვენ ვიხილავთ სიმეტრიულ სურათებს. ანუ ჩვენ ვიხილავთ უკვე რუსულ ქალაქებს, უკვე ბალისტიკური რაკეტების დარტყმის ქვეშ. საერთაშორისო კონვენციას უკრაინა იცავს, უკრაინა არ დაიწყებს კორპუსების განადგურებას სამოქალაქოს, მაგრამ უკრაინა გათიშავს ელექტროენერგიას, გაუთიშავს გაზმომარაგებას, გაუთიშავს სხვადასხვა საკვანძო ლოგისტიკურ კვანძებს, ამოაგდებს მთლიანად, როგორც შექმნა ხელოვნურად არის შექმნილი ბენზინის და საწვავის კრიზისი, ესეთი ენერგეტიკული კრიზისის წინაშე აღმოჩნდება ზამთრის წინ რუსეთი მთლიანად. ამას გააკეთებს უკრაინა და უკრაინა გააკეთებს კიდევ ერთ რამეს მიუხედავად აი ამ დიდი ზეწოლისა, რასაც შეეცდება ბალისტიკური რაკეტებით ის წარმოების საშუალებები გაუნადგუროს საცა ბალისტიკურ რაკეტებს აწყობს რუსეთი. ანუ რეალურად ნადირობა დაიწყება, რომ ეს 70 რაკეტა დღეში რუსეთისა დაიყვანონ ჯერ 20 რაკეტად, შემდეგ 10 რაკეტად და ბოლოს 5 რაკეტად. ანუ რეალურად პრიორიტეტი როგორც დაკარგა ცაში, საავიაციო პრიორიტეტი რუსეთმა, ისე ნელ-ნელა მიდის იქითკენ რომ უნდა დაკარგოს სარაკეტო პრიორიტეტი და ამის შემდეგ დაიწყება რუსეთის იზოლირება, ისე როგორც ყირიმის იზოლირება. აი ყირიმზე მინდა შეგეკითხო, აგე არ ვიცი შენ დეტალები გაინტერესებს რა, ახლა მე სისტემატურად ვკითხულობ მით უმეტეს აი ამ უკრაინა-რუსეთის ბატალიებს და ყირიმიდან 250,000 იყო ორი კვირის წინ გასულები, უკვე 450,000-მდე კაცი გასულია. რატო? წყალი აღარ აქვს, ელექტროენერგია არ აქვს. უკრაინა ჭკვიანურად აკეთებს, ჰესებს უნგრევს, თბოთსადღურებს უკრედა. ფაქტიურად იცი, ყველაზე საშინელი პოზიცია რუსეთს აქვს ის, რომ ეს სამხედრო საზღვაო ბაზა არის ყირიმზე და ისიც კი ვეღარ ინახავს თავის თავს. პირველი ევაკუაცია მათ გააკეთეს შტაბების და ოჯახების. ფლოტი გაიყვანეს. ფლოტი მეთქი, ნუ მთელი რაც კი გემები იყო, სულ ყველა გაიყო და აი ყირიმის კი დაკარგეს. 14 წელს ვაჭრობ თავხედურადო და უტიფრად თუ უფრო ადრე ხო მე მგონი 14 წელს წაართვა უკრაინას ეს ყირიმი. თავიდანვე ამ კაცს აქვს იმპერიული განზრახვები და სხვა შორის ძალიან საინტერესოა რუსებს უსმენდი მათ კარგი ისახავთ მაგათ ინტელექტუალები საოპოზიციონერები და პუტინი არისო ისაო რა ფსიქოპატიო მისთვისაო ამხელა თანაბებს მიცემა არ შეიძლებაო რასაც ეს რა ბრძანებებსაც გასცემს ესაო ჰიტლერზე უარესია 26 წელი ქონდათ მაგ საშინაო დავალების შესასრულებლად რა თელერს ხო და 26 წლის განმავლობაში შეგეძლოთ აქამდე არ გაგეჯეჯილებინათ ეს ქართული ტექსტი სიტყვა ჯეჯილი ხო რა უკრძალია სხვადასხვა ეს რა არის ეს რა კარგია რა ხამ თემას შეეხე შენს და მეც თუ გახსოვს კბილის ტკივილი რუსების იყო ჩეჩნეთის ომი აგებდნენ სულ და ჩეჩნეთის განადგურები დაიწყო ამზე იმან რა ქვია პუტინმა 200,000-ზე მეტი კაცი ამოხოცა ჩეჩნები ისე პირდაპირ გეტყვით ჩეჩნეთის განადგურების თემა იყო დასავლეთის გაღებული ასე ვთქვათ აბრალებდნენ დასავლეთმა წააქეზაო ჩეჩნეთი ზიდუდა ჯოხარი კაც პატრიოტი კაცი იყო და იშლებოდა ქვეყანა და პირიქით შექმნა პროექტი აი ამ
ახალი სახელმწიფოების კავშირი SNG როგორ იყო ქართულად ეგეც დამავიწყდა. ხო და ესე იგი ეს პროექტი დასავლეთის იმით მოხდა და პირიქით რაღაცა სივრცე შეუკვეწვეს ამ ამბიციურ რუსეთს ამერიკელებმა პირველ რიგში. ვაჭრ ჭკვიანური მე მახსოვს ის პერიოდი ჩვენ მოგვიწევს მაშინ ამ 260 მილიონი კაცის გამოქვეყვა და არა მარტო მათ შეეშინდათ შეეშინდათ იარაღის გადანაცვლება მთელ მსოფლიოში და რო წარმოიდგინეს სად გაიწოვებოდა ეს მესამე ქვეყნებში ერთად რადიკალურ რელიგიური შეეშინოდათ მაგის გამორჩეულ ქვეყნებში და იფიქრეს რომ აი ამ ხანძარს რომელიც დაინტერესებდათ იმათ კიდე ბურთული ისინი ჩაუვარდებოდათ ხელში ეს ტერორისტული ისინი იყვნენ რომ მაგდენი მეხანძარი არ ყავდათ. რა ხანძარი შეიძლება და მსოფლიოში დანთებულიყო ეს იყო ხანძრია მაგათ შეცდომაც იყო შეცდომაც იყო იმიტომ რომ არ შეიძლება ეს იყო გადავადება უბრალოდ 30 წლით პრობლემის და მე მიიღეს აი ეს პრობლემა მიიღეს შუაგულ ევროპაში ასე ვთქვათ ძალიან დიდი ომი ფაქტიურად მეორე მსოფლიო ომის მასშტაბის ომი და ამას ჯაჭურად ესე იგი აება ახლო აღმოსავლეთი და ინდოწყნარი ოკეანის რეგიონი დაიძაბა. ჩვენ დავინახეთ, რომ ჰეგემონია, რომელიც ამერიკამ დაამყარა და წესრიგი, საერთაშორისო წესრიგი, ესე იგი, საძირკველი გამოაცალეს არა მარტო რუსეთმა, ირანმა, ჩრდილოეთ კორეამ და ნუ მინდა ცოტა კორექტული ვიყო, პირდაპირ ის არ არის, მაგრამ მინიშნებები ის, რომ მათ ზურგს უკან უფრო ძლიერი სახელმწიფო უმაგრებს, ეს არის რეალური და ხედავთ კიდეც, ხო? ხედავთ, რომ ჩინური ისინი რა ქვია, რუსულმა კომპლექტებლებზე ჩინური აბსოლუტურად ყველაფერი და ჩვენ დავინახეთ ერთი რამე, რომ ეს ორი ამბიციური აიმხელა ქვეყანა, რასაც ქვია რუსეთი და ირანი, ჩინეთის პროქსი ძალებად იქცა. ჩინეთის პროქსი ტერორისტული სახელმწიფოები არიან და იმედია რომ მალე სახელმწიფოებად ეგენი არ დარჩებიან თუ ესე გაიგრძელოს და თუ გონს არ მოეგნენ. ეხლა რაც შეეხება თემას, ესე იგი, საითკენ მიდის ეს ყველაფერი? ეს ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ პუტინი არ აპირებს ცეცხლის შეწყვეტას 3 წლით ბიუჯეტი, ესე იგი, დუმაში დაამტკიცეს საომარი ბიუჯეტი. ანუ რეალურად აქ მიდის ლაპარაკი, რომ ესენი კიდევ უფრო ინტენსიური ომისთვის ებზადებიან. ლაპარაკი არის, რომ არჩევნების გადაგორების შემდეგ ის დაიწყებს საყოველთაო მობილიზაციას. ო, ეხლა ხო, ოქტომბერში 19 სექტემბერია თუ არ ვცდები, სექტემბერში აქვთ და ის ესე იგი ცდილობს, რომ მერე ესე იგი ისევ რაღაცა სახორცე შტურმებით რაღაცა პოზიციები მოიპოვოს ფრონტზე და როგორმე კბილებით გაიტანოს თავისი უკრაინაში. ეს არის მისი სტრატეგია ახლა. ღია დაფიქსირებს. ამას არ ეგ კი აქ. მაგას ვერ დაუკარგავ პუტინს, რასაც ფიქრობს, იმას იძახის. ხო და იძახის ღიად, რომ ამას ვაკეთებ. ახლა რაც შეეხება აქეთა მხარეს რა. შიგნით კარგი იქნებოდა თუ დასავლეთი კიდევ უფრო შეიკრებოდა, დაანებებდნენ იმ ილუზიებს თავს, რომ ცალ-ცალკე რაღაცა შეუძლიათ, იმიტომ რომ ეს არ არის ორი განყენებული ფრონტი. ესა სხვა რამის, ეს არის ერთი დიდი ცივილიზაციური ომის ესე იგი ორი ფრონტი და იკვეთება მესამე ფრონტიც და ცალ-ცალკე ვერც ამერიკა მიუხედავად იმისა, რომ ამერიკა შეიძლება ითქვას ერთი 50-100 წლით უსწრებს ყველას თავისი როგორც ტექნოლოგიებით, ისე სამხედრო პოტენციალით და წარმოებით და შესაძლებლობით და ისე ინფრასტრუქტურით მსოფლიოში ფაქტობრივად როგორც ჰეგემონს ახასიათებს ეს ყველაფერი ვერც ერთი ქვეყანა თქვენ წარმოიდგინეთ ჩინეთიც კარგახანი ვერ დაეწევა, იმიტომ რომ ჩინეთს თუ გაუჩნდა ამბიცია, ჯერ მას არ აქვს თემ მსოფლიოზე ინფრასტრუქტურა, არ აქვს გამოცდილება მსოფლიოს მართვის და არ აქვს არ გვინახია ჯერ ჩინეთის დალაგებული მსოფლიო ექსპანსია არ არის გადაფიქსირებული ასად. არც ექსპანსია და არც მსოფლიო წესრიგი, იმიტომ რომ აქ ყველაფერს დირიჟორი ჭირდება. მოგწონს არ მოგწონს, კი გასაგებია, სხვადასხვა ისტორიულ მომენტში ხან ერთი იმპერია იყო, ბრიტანეთს ავიღებთ, ხან მეორე იმპერია იყო, ესპანეთი იყო, მანამდე მე ფრანგები რაღაცას აქტიურობდნენ. სვიგანე პორტუგალია, ეს ყველაფერი ვიცით, მაგრამ არავის არ აქვს აწყობილი ამერიკასავით. ამას ჭირდება ჯერ ერთი ინფრასტრუქტურა მთელ მსოფლიოზე, სამხედრო, მერე ამხელა გამოცდილება, სამხედრო და რაც თავარია, საერთაშორისო ვალიუტა ჭირდება ამას.
სოფლიო ვალუტა დოლარია. დოლარია ჯერ კიდევ და საბანკო ეს მთლიანად ეს სისტემები და ინფრასტრუქტურაც ამერიკულია. ამიტომ ეხლა იმის ილუზიიდან რომ იცით რა დაბერდა ლომი და კბილები მოუწდა და რაღაც არ შეუძლია შევხედოთ ყველაფერს, იმიტომ რომ საქმეზე რომ მიდგება და უჭირთ, მოგწონთ ტრამპი არ მოგწონთ, ჭკვიანად თვლით, გიჟად თვლით, ამას მნიშვნელობა არ აქვს, ბოლო-ბოლო მაინც ყველაფერი მედის იქამდე, რას იტყვიან ამერიკელები და რას გააკეთებენ ამერიკელები. და ეს ჯერ ერთი უკვე ფსიქოლოგიაში უზის მთელ მსოფლიოს რა. როგორც აი ბოლომდე დარწმუნებული რო არ არის მოწაფე და მასწავლებელს უყურებს თვალებში სწორად ავთხი თუ არა თავს დამიკნეს თუ არა აი ესე არიან აი ესეთი აქტანტები მოთამაშეები ამერიკასთან მიმართებაში და ამას უნდა გრძნობდეთ რომ ჯერ თუნდაც აი გამოცდილების მქონე წარსულში სოფლიოს მართვის გამოცდილების მქონე გამოგრძმედილი ევროპელებიც კი არ არიან ჯერ იმ დონეზე რომ მათ შეძლონ თუნდაც ევრაზიის კონტინენტზე აი მხელა პასუხისგებლობის აღება. ამიტომ რეალობა არის ესეთი, ამერიკელები მართავენ პროცესებს, ამერიკელები რჩებიან ერთ-ერთ ჯერჯერობით ერთადერთ შეუცვლელესად ძალად, რა თქმა უნდა რაღაცების დელეგირებას ახდენს ამერიკა, რაღაცა პროცესები არის დაწყებული ახალი წესრიგისაკენ ისეთი რომ რაღაცა პასუხისგებლობას ევროპელებზე ჰკიდებს, რაღაცა პასუხისგებლობა ინდოწყნარი ოკეანის ქვეყნებზე, იაპონია, სამხრეთ კორეა, ავსტრალია ასე შემდეგ იქითკენ აკეთებს და საერთო დირიჟორისა და საერთო იმის ფუნქციას იტოვებს ისევ თვითონ ამერიკა და აი საჩვენა ანკარის სამიტმა, ეს საჩვენა იმ გადანაწილებებმა, რაც შეეხება ახლო აღმოსავლეთს, იმიტომ რომ რაკიღა პარასკევია და რაკიღა ვიწყებთ ხოლმე ჩვენ გვიწევს ერთი კვირის შეფასება, ახლო აღმოსავლეთშიც დავინახეთ, რომ ის სიფრიფანა მშვიდობა, რომელსაც ამერიკას თავაზობდა და რომელსაც რატომღაც სისუსტეს უთვლიან ამერიკას, არასწორად გაუგეთ მას, იმიტომ რომ ამერიკა ვერ დაზარალდება მანდედან. ერთადერთი რასაც ამერიკა ეხლა ცდილობს, ორი რამე აქვს მას. პასუხისგებლობა თავის კლიენტ ქვეყნებთან, არაბულ ქვეყნებზე და ისრაელზეა ლაპარაკი, რომ დამდენად დაიცვას, როგორც ჰეგემონს ეს ვალდებულება და პასუხისგებლობა აქვს და ის ამას აკეთებს. და მეორე, ის უფრთხილდება საერთაშორისო სავაჭრო ქსელს, ისევ როგორც ჰეგემონი, რომელსაც აქვს პასუხისგებლობა აღებული აი ამ ქსელების და ამ კორიდორების კონტროლის, ხო? ეს ჩვენ კარგად ვიცით, ჯერ კიდე 19 საუკუნეში არის დაწერილი, ვინც ფლობს და აკონტროლებს სავაჭრო აი კომუნიკაციებს, ის არის ჰეგემონი და ამერიკა ამას არ დათმობს. ვერ დათმობს. შეუძლებელი ამერიკამ ეს დათმოს, ღმერთმა დაგვიფაროს ყველა რომ ამერიკამ ეს დათმოს, იმიტომ რომ ეს საერთო ჯამში დაარტყავს დოლარს როგორც საერთაშორისო ვალუტას და თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ სოფლიო ვაჭრობა საერთაშორისო ვალუტის დოლარის გარეშე. გამოიშრება ყველა. ხო, როგორ წარმოგიდგენიათ ლარზე ვეკიდებით? ლარის იმედზე ვართ, კუპონად რო იქცევა მეორე დღეს? ხო, ამიტომ ხო ხვდებით რომ არ გვაწყობს ესა. არ გვაწყობს, არც ოლიგარქებს აწყობთ ესა, არც ოლიგარქის მომსახურე პერსონალს აწყობს ესა. და არც იმ ხელფასზე და ბიუჯეტზე ესე იგი მიტმასუნ წუღბელებს აწყობთ ეს თემა. ჩამოკიდებულებს. ხო, რა სწორთ სისხლს ხო ბიუჯეტს არც თქვენ არ გაწყობთ, იმიტომ რომ ხალხად გიქცევათ ეგ ყველაფერი. და გერმანიაში რო იყო პირველი მსოფლიო ომის მერე დღეში 6 ჯერ არიგებდნენ იმას ხელფასს, იმიტომ რომ იმდენი სწრაფად ინფლაციას რეგულობდნენ, რომ პურის ყიდვას ვერ ასწრებდნენ, ისა რა ქვია, საღამოთი რო გაეცათ ხელფასი და ამიტომ დღეში 6 ჯერ ურიგებდნენ. ესე იგი ხელფასს რომ უცებ გაქცეულიყვნენ და რამე პროდუქტი ეყიდათ. აი ესეთი რაღაცები ახსოვს, ესეთი ისტორიები, მსოფლიო ისტორიას და ამიტომ მოდით რა ჯერ რაც აყვავს, კარგის მტერი არის უკეთესის ძიება რა. რაღაცა რომ კარგია და კარგად მუშაობს და ანებეთ თავი რაღაცა ვითომ უკეთესისას. ეს დაიწყეს აი ამ რეჟიმებმა, დაწყებული არის პუტინის, დაწყებულია ან დიქტატორული მიდრეკილების მქონე ქვეყნების, მათ უნდათ საერთაშორისო ვალუტის შერყევა, მათ უნდათ აი ამ წესრიგის მოსპობა, იმიტომ რომ მობეზრდათ. იმისი არ იყოს, რა ქვია, რომელი იყო ახლა რო აკრძალა, არჩევნები საერთოდ რო აკრძალა, დიქტატორი ლათინო ამერიკელი, ნიკარაგუა Oime, არ მახსოვს. ჯანდება მაგათას. გეტყვი ეწევს საინტერესო ფაქტს. სიტუაციას უკვე აკონტროლებს ამერიკა. და ერთადერთი ფანატიკოსი და მე თუ კითხავ სოციოპატი და ფსიქოპატი არის პუტინი.
პუტინი უკვე აი როგორ არის? არა მარტო პუტინი და ირანში ზუსტად იგივე სიტუაცია ხდება. აიეთოლებში ისლამური დროში, ნუ რელიგიით მოდიან. ხომ არა 6 კაცის ხელშია ჩავარდნილი ეს ისე? მილიარდელები არიან ეს ხომეინი. ეხლა ერთი ამბავია ტეხილი ხო ნახეთ ის რომ გასკდა რომ ის ფლოტი მაგათი პირადი ბიუჯეტი იყო და სად გაქრა ეს ფული არიციან და დღესაც იქ ხანჯლებით დაძდევენ ირანში ერთმანეთს საწავი და ეს ფული იმიტომ რომ რეალურად ერი შიმშილობის წინაშე დადგა. კი ჰუმანიტარული კატასტროფა იქ მოსალოდნელი არის. ერთადერთი ჯერ არ არის ჰუმანიტარული კატასტროფა ტრამპის დამსახურებაა ეს რომ ის ბოლომდე არ ანადგურებს და არ იყენებს ამ პოტენციალს. ეხლა რაც შეეხება ამერიკის ომის წაგებას ირანთან და ასე შემდეგ. არავითარ შემთხვევაში ამერიკას ომი არ წაუგია, მას ჯერ ომი არც დაუწყია. აი ეს არის თემა, ის ზღაპარი რომ იცით რა, ის რა ქვია, მეზარბაზნეები არ აყავს იმას მეფერეკლეს ხო, რომ იძახით რომ პეტრიოტები და რაკეტები გამოელია ამერიკას. ცოტა დაფიქრდით ასრულეს იძახით, იმიტომ რომ ამერიკა არ არის ესე იგი სანქცირებული ქვეყანა, ამერიკას აქვს სამრეწველო კომპლექსი მშვენიერი, მას შეუძლია ესე იგი გაშალოს ესე იგი ქვეყანა რომელიც ლენდლიზის ისტორია აქვს, რომელიც ნახევარ მსოფლიოს ამარაგებდა. ინახავდა ყველა ეკონომიკას, ყველაფრით, საბჭოთა კავშირსაც, ბრიტანეთსაც, იმას რა ქვია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ყველა კოალიციის წევრ ქვეყანას ამერიკა აჭმევდა. როგორ ეხმარებოდა? ამერიკა აჭმევდა, ამერიკა ასმევდა, ამერიკა უკეთებდა მანქანებს, ამერიკა აძლევდა ალუმინს, ამერიკა აძლევდა საბრძოლო ტექნიკას, ტექნოლოგიებს, ქარხნებს უშენებდა და ასე შემდეგ, ხო? და თქვენ როგორ ფიქრობთ, აი ამ ქვეყანას დღეს 21 საუკუნეში აღარ შეუძლია, ისა რა ქვია, სამრეწველო პოტენციალის გაზრდა? შეუძლია, რესურსია. ანუ ეხლა მეორე კითხვა თქვა, ამერიკას ესე იგი ომის ეშინია, დასავლეთი მშიშარა, ჭარბს არ ეშინია, უბრალოდ დემოკრატიულ ქვეყნებს ახასიათებს ერთი ბრწყალებში უცნაური თვისება, ისინი არიან ხოლმე ჯერ გარკვეული პერიოდი მათ უწევთ საკუთარი მოსახლეობის საზოგადოების დარწმუნება, რომ მსხვერპლი გარდაუვალია, რომ ისინი წარმოადგენენ მართავ მხარეს და ესე იგი გარკვეულწილად ეს მსხვერპლი იქნება როგორც ფინანსური, ისე რესურსი ადამიანური. აი ეს შეგუებას ჭირდება ხოლმე გარკვეული დრო, შეიძლება 5 წელი, შეიძლება 10 წელიც დაჭირდეს, სანამ ამ კონდენციამდე მიიყვანენ ესე იგი საკუთარ საზოგადოებას. და ერთი გამახსენეთ მეორე მსოფლიო ომში ამერიკამ რა ხელმსხვერპლი გაიღო. ორ საბრძოლო თეატრზე ერთდროულად რომელი იბრძოდა ერთი მითხარით, საბჭოთა კავშირი იბრძოდა ჰიტლერმა სცადა აგერ აფრიკაზე და იმაზე საბჭოთა კავშირზე და ისა რა ქვია დაამთავრა არსებობა მაგითი. ну ბრიტანეთი ახლა როგორც იმპერია და კოლონიები ქონდა, ყველგან იდგა და ამიტომაც ასე თუ ისე გარკვეული ინფრასტრუქტურა მას ქონდა და მაგის საშუალება და ამერიკამ ნოლიდან მაშინ დაეთანხმები. რო დაიწყო, რო გადმოჯდა აფრიკის კონტინენტი და უცება აიღო, შემდეგ გადმოვიდა ევრაზიის კონტინენტზე და მანამდე კიდე წყნარი ოკეანის რეგიონი დამოუკიდებლად თლიანად გაწმინდა. ხო და ამ ხელმსხვერპლის გაღება, ესე იგი თურმე შეიძლება დღემდე ევროპელები ტირიან, რომ ამერიკელებს ჯარი გაყავთ ევროპიდან რა. ანუ ამ ხელა კონტინენტი იდგა დღესა და რუსეთსაც ამდენი ხანი ესე იგი ამერიკელი ჯარისკაცი აკავებდა იქ. ისევე როგორც არაბულ ქვეყნებში. ხალხო, 100,000-იანი კონტინგენტის მობილიზაცია გააკეთა მარტო ამერიკამ 40 დღიანი ოპერაციისთვის. მარტო სარაკეტო და საავიაციო დარტყმებისთვის 100,000-იანი კონტინგენტის მობილიზაცია გააკეთა. თქვენ როგორ ფიქრობთ? თუ ის გადაწყვეტს სახმელეთო ოპერაციას, მინიმუმ მილიონიან კონტინგენტს მოუხრის თავს. არის აკეა, ყოველ შემთხვევაში მე თუ მკითხავ, აი ფაქტურად მივიღეთ ის, რომ ნახევრად გარეკილი არის პუტინი და მე აი ძალიან საინტერესო ანალიზი იყო რუსებისა და რაც წერდნენ, იცი? აი გარემოცვაც კი 90%-ო იძახის, რომ უნდა წავიდეს პუტინიო. ეს სერიოზული გამოწვევა თვითონ მისია ამის. მაგრამ მაგ სისტემა არის ისეთი აშენებული პუტინის გარშემო, რომ ჯერტი პუტინი მზად არის მაგისათვის და არენდობა. ხო, იცის თურმე და პანიკაშია და არენდობა მათ. შესვლა თავისუფალი აღარ არის. არა, ის იცვლის როგორც იმას, რა ქვია, დაცვას, ასე შემდეგ, ასე შემდეგ. ანუ ფსბ-ზე მაღლა დგას ახლა პუტინის უსაფრთხოება, პირადი უსაფრთხოება, მან ეს იცის, ძალიან კარგად ის არენდობა, ის დაასწრებს ალბათ და თვითონ დაიწყებს მაგათ შეჭმას და ჭამს კიდეც ამ ოლიგარქats, ანუ წველის და ფულსთხოს და ანადგურებს. ის ჩვენ ვიცით თავიდან პირველი ის რო იყო რა ქვია თვეები 18 ოლიგარქი რო გაანადგურა და იმის მერე ხო არ ვიცით
იმის მერე ხო ეგ ფანჯრებიდან რო ხტებოდნენ ვითომ. და ორი არაღით რო თავს იკლავდნენ ერთდროულად და ჯერ ოჯახს რო წვითავდნენ და ასე შემდეგ. ეგ ძალიან კარგად ვიცით კგბ-ს პროცესია. სისტემა პოტენციალს. ხო, ხელწერა არის კგბ-ს, მაგას არც უნდა ესე ეგეთი რაღაცები, სულ ისინი აკეთებდნენ მაგას. კაი, მაგი გავიარეთ. ხო, მაგრამ არც ეგრეთი ადვილი იქნება პუტინის ასე ვთქვათ მოშორება, ფიზიკური მოშორება. ამიტომ ჩვენ უნდა ველოდოთ ერთ რამეს, რომ ეს კონფლიქტი გაიწელება. ერთადერთი რაც დააჩქარებს ამ კონფლიქტის გადაჭრას, ეს იქნება რაც შეიძლება მეტი რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებები უკრაინას და რაც შეიძლება მეტი ბალისტიკური რაკეტები. ზელენსკის მაგას არ თხოვს, ახლა იმიტომ ჩავიდა ტრამპთან. უნდა ეს ისერია გამშვები მოწყობილობა რა საიდანაც რაკეტები უნდა წავიდეს. ნახოთ, ყოველ შემთხვევაში პერსპექტივა რუსეთს არ აქვს. რეკლამაზე გამიშვია, აკია და რეკლამის შემდგომ გავაგრძელებთ უკვე შიდა პოლიტიკაზე. დაგველოდეთ 2 წუთში დაგიბრუნდებით.